რუსთაველი არის სიმბოლოც აი ამ პროტესტის რუსთაველი, რომელიც ამ წუთებში იკეტება, როგორც გვეუბნებიან იქ სალომე ლაბაძე, ჩვენი ჟურნალისტი იმყოფება და ამას ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება. სალომე, ხედავთ რომ უკვე გზის საავტომობილო გზაზე გადადიან მოქალაქეები. ეს ნიშნავს რომ კიდევ ერთხელ გადაიკეტება დღეს რუსთაველი. აუ, ჩემი ძმა, რომა. რუსთაველის გამზირი ნამდვილად ისევ ნარჩუნდება რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის მთავარ კერად და პროტესტის 105 დღესაც მოქალაქეებმა, როგორც ხედავთ, მოახერხეს პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის გადაკეტვა, რის გამოც ბუნებრივია, რომ ამ მომენტიდან აქ სამანქანო მოძრაობა შეწყდება და მოქალაქეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ როგორც გითხარით, 105 დღესაც გამოხატონ თავიანთი პროტესტი და დააფიქსირონ უცვლელი მოთხოვნები, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. თუმცა როცა ვამბობთ, რომ მოთხოვნები უცვლელია, აქვე უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება და ამ 105 დღის განმავლობაში საპროტესტო მიზეზების რაოდენობა მხოლოდ მოიმატა, მათ შორის იზრდება პერიოდულად პოლიტპატიმრების რაოდენობა, ძლიერდება რეპრესიები და ამ რეპრესიების ბოლოს ამიზნებად, როგორც მაყურებელმა კარგად იცის, იქცნენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. ამ ფონზე კი ალბათ იმის აღნიშნაც საჭიროა, რომ პროტესტი რუსთაველის გამზირზე ძველებური სიმძაფრის აღარ არის და აღარც იმ მასშტაბის, რა მასშტაბის აქციებსაც ჩვენ ვხედავდით ამ პროტესტის დასაწყისში. სწორედ ამის შესახებ მინდა რომ საბა ბრაჭოს ვკითხო. საბა, ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა პროტესტის ან ახალი ფორმების მოძებნა, ან საზოგადოებისთვის იმის ახსნა თავიდან გააზრება, მივეხმაროთ საზოგადოებას იმის თავიდან გააზრებაში, რომ მნიშვნელოვანია აქ გამოსვლა, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, მდგომარეობა მხოლოდ უარესდება, რეჟიმი რეპრესიებს მხოლოდ აძლიერებს. სალამი კი აუცილებელია ახალი ფორმების მოფიქრება, იმედი მაქვს, რომ ამაზე უკვე ფიქრობენ ოპოზიციაში, სამოქალაქო სექტორშიც, ასე შემდეგ. მაგრამ იქამდე სანამ ეს ახალი ფორმები რეალიზდება და ასე შემდეგ, სანამ დაიწმინდება, გადაწყდება, აღსრულდება და ყველაფერი, იქამდე აუცილებელია ყოველდღე რუსთაველის გადაკეტვა. ეს ამ პროტესტის უწყვეტობა არის ერთი ის ძაფი, რომელიც სულ გასდევს ჩვენს პროტესტს და ხო ეს უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად, იმიტომ რომ თუ არ გაგრძელდა, ეგ უარესი იქნება. ამიტომ კი ვიფიქროთ ახალ რაღაცებზეც, მე ვიცი რომ მუშაობენ ამაზე ადამიანები და იქამდე გადავკეტოთ რუსთაველი. დღეს არსებული ვითარება. ბუნებრივია, რომ ამ პროტესტმა გარკვეულ მიზნებს მიაღწია, მათ შორის ამ პროტესტის ამსახურებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ რეჟიმს არ აქვს აღიარება საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა დღეს არსებული ვითარება გამოკვეთს თუ არა იმის საჭიროებას, რომ უფრო აქტიური იყოს საზოგადოება და გამოიკვეთა თუ არა ის, რომ სწორედ საზოგადოების აქტიურობა შეუძლია დადებითი შედეგების მოტანა მხოლოდ. კი, საბოლოო ჯამში საზოგადოება ჩვენ თითოეულ ჩვენგანი ვართ. ისინი ვინც წყვეტენ იმას როგორი იქნება ხვალინდელი თუ არა ზეგინდელი დღე მაინც ანუ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენ წყვეტს რომელ გზას ვირჩევთ და ეს გზა მოიტანს ისეთ ხვალინდელ დღეს როგორსაც ვიმსახურებთ. მადლობა საბა ბრაჭოს გусმედით, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ვითარებას პარლამენტის შენობის წინ. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების ნაწილი უკვე შეკრებილია და მოსალოდნელია, რომ მათი რაოდენობა მოიმატებს. თქვენ ხედავთ საქართველოს დროშებს, გესმით შეძახილები, მათ შორის საპროტესტო შეძახილები და მთავარი გზავნილი ცეცხლი ოლიგარქიას. ახლა ზვიად კვარაცხელიას გავესაუბრები და თავი რაც მინდა გკითხოთ, აი როგორ შეიძლება ამ 105 დღის შეჯამება, რა შეიძლება ჩაითვალოს ახლა ამ პროტესტის მთავარ მიღწევად და მაინც რა რჩება მთავარ გასაკეთებელ ამოცანად, რა რჩებათ მოქალაქეებს, რომლებიც რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობას ფაქტია რომ არ წყვეტენ. ერთი მხრივ ეს არის სიმტკიცე და სიმამაცე საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოვლენილი და მეორე მხრივ ეს არის უწყვეტი ტალღა ყოველდღიური ხელისუფლების უსამართლობისა, რომელიც არ სრულდება, რომელსაც არ აქვს ბოლო და ამის პირისპირ დგავართ საქართველოს მოქალაქეები და ვცდილობთ რომ გავამაგროთ ერთმანეთი, დავიცვათ ერთმანეთი რამდენადაც შეგვიძლია იმისთვის რომ დავიბრუნოთ მიტაცებული არჩევნები და ოლიგარქის ხელისუფლების მიერ უარყოფილი ევროპული კურსი, ანუ გაუქმებული სახელმწიფო ფაქტობრივად ეს უნდა დავიბრუნოთ და ამ პროცესში ოლიგარქის ხელისუფლება უფრო და უფრო მეტ უსამართლობას ჩადის და ამ უსამართლობას უპირისპირდება ღიმილიანი სახეები უკანონო პატიმრებისა და გადამდებია მათი სიმტკიცე, გადამდებია მათი ახალგაზრდული ენერგია. ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი, მაგრამ ისინიც გვაძლევენ ძალას უკანონო პატიმრობაში მყოფები, ძალას გვაძლევს მზია ამაღლობელი, ყველა ის ადამიანი, ვინც
ვერ მოისყიდა ხელისუფლებამ, ვერ დააშინა ოლიგარქის ხელისუფლებამ და არის ჩვენთვის მაგალითი სიმტკიცის და იმისთვის უფრო მეტი მოკავშირე ვიპოვოთ როგორც ერთმანეთში და უფრო მეტი თანამებრძოლი ყავდეს ამ ბრძოლაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ამ ბრძოლის თანამებრძოლია პირადად ჩემი აზრით დონალდ რეიფილდი, რომელმაც უარი განაცხადა პარტიულ ორგანიზაციად ქცეული მწერალთა სახლის მიერ მინიჭებულ ჯილდოზე. პროფესორი დონალდ რეიფილდი, მიხეილ ჯავახიშვილის, ოთარ ჭილაძის, აკაკი წერეთლის შედევრების მთარგმნელი ადამიანი, რომელიც ბრიტანეთში და ინგლისურენოვან სამყაროში პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, კავკასიას, მან უარი თქვა რაღაცნაირად ყოფილიყო იმ უსამართლო პროცესის მონაწილე, რასაც ატრიალებს ივანიშვილის აცებლური ხელისუფლება. ჩვენ უფრო და უფრო მეტი მოკავშირეები გვეყოლება, დარწმუნებული ვარ, რადგანაც ეს არის ბრძოლა როგორც ერთი ორღობის ოლიგარქის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ავტორიტარიზმის ქსელის წინააღმდეგაც, რომელსაც ცივილიზებული სამყარო დღეს ებრძვის მსოფლიოში. მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, თქვენ საუბრობდით ბრიტანეთში მომხდარზე, როცა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე დონალდ რეიფილდმა უარი განაცხადა, პროფესორმა დონალდ რეიფილდმა, ქართველოლოგმა უარი განაცხადა, რომ მიიღო მწერალთა სახლის მიერ პარტიულ ორგანიზაციად ქცეულ მწერალთა სახლის მიერ მინიჭებულ ჯილდოზე. რაც რეჟიმისთვის, რომელსაც არ მიუღია ლეგიტიმაცია არც ერთი დასავლელი მოკავშირისგან, ალბათ არის განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა. და იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეს მოცემულობა, როგორც მინიმუმ შენარჩუნდეს და იმისთვის, რომ ვიმედოვნოთ, რომ კიდევ უფრო მძიმე პასუხს მიიღებს დასავლელი პარტნიორებისგან ეს რეჟიმი. ხო არ მიგაჩნიათ საჭიროდ, რომ პროტესტის ახალი ფორმები მოიძებნოს, ან რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეკრება იყოს უფრო მასშტაბური, უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს აქ გამოსვლის საჭიროება. აქვე ვთქვათ, რომ 31 მარტს დაგეგმილია სწორედ მასშტაბური შეკრება რუსთაველის გამზ. ეს არის პროცესი, თითოეული ჩვენგანი ვართ ამ პროცესის მონაწილე და ბევრი რამ სპონტანურად იბადება, ბევრი რამეს გვაჩვენებს დღევანდელი დღე, ხვალინდელი დღე, ბევრი რამე არის სიმბოლოებით დატვირთული. 31 მარტი უდიდესი სიმბოლოა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, არის ბევრი რამით დატვირთული და მე ვფიქრობ ჩვენ საგანგებოდ აღვნიშნავთ, ისევე როგორც აღინიშნა გასული დღეები, დღესასწაულები, რაც დაკავშირებულია ჩვენს თვითყოფადობასთან, იდენტობასთან, ეროვნულ მუხტთან. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენ წინაპრებთან, პირველ ყოვლისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და საქმე გადადეს გვერდზე, იმიტომ რომ საქართველოს იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენ ეს ჯაჭვი უნდა გავაგრძელოთ და ყოველდღიურად დავამტკიცოთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ერთსები ვართ. მადლობა. 31 მარტი მაყურებელს შევახსენებ, რომ არის სწორედ დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარების დღე და რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეები თანხმდებიან, რომ საფრთხის წინაშე ქართული ოცნების რეჟიმის მმართველობით დგას სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობა. მას ემუქრება ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა და დაქვემდებარება სრული კრემლის გავლენას, რასაც ხელს უწყობს ქართული ოცნება არაერთი მექანიზმით, მათ შორის რეპრესიული კანონებით, მათი ნაწილი უკვე დამტკიცებულია, ნაწილი დამტკიცებას მომავალში გეგმავს არალეგიტიმურ პარლამენტში ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული სადეპუტატო შემადგენლობა, მანამდე კი მოქალაქეები მაინც აგრძელებენ პროტესტს და როგორც გვეკითხარით, რუსთაველის გამზირი 105 დღესაც არის გადაკეტილი და ხელისუფლებას არალეგიტიმურ ხელისუფლებას ისევ ესმის მოქალაქეების მოთხოვნები ახალი არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და რეპრესიების შეწყვეტის შესახებ.